დიდი სტუმრიანებაა მეოთხე ბლოკში, ძალიან საინტერესო სტუმრები, ყველა ჩვენი მეგობარი და ერთი არაჩვეულებრივი სტუმარი ზანგო, ვისაც ზანგო ძაღლი გონია, ძალიან სტეპი. ძალიან ასწავლი ძაღლი, ნატი. როიჩერებს, ნახე, როიჩერებს, რა არა. ხარ საპატრო ძაღლი. კამერას მიჩეულია, კამერას ყველა მიჩეულია, აქ მოფილ განსაკუთრებით კამერის წინ უკან გვერდზე მდგარა თეატრებში ჩვენი მეგობარი ამჟამად რაღაც დიდი თავმდებობის პატრონი შენ თვითონ იტყვი. ფან არტის ორგანიზატორი ბავშვთა და ახალგაზრდების ეროვნული ცენტრის სპორტული და კულტურული პროგრამების დეპარტამენტის უფროსი. აი და ამ ფესტივალის ჟიურის წევრები არიან ეს ჩვენთან სტუმრად, მხატვარი დიზაინერი გუგა კოტეტიშვილი, დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი და მუსიკოსი ნიკა კაჩაროვი. მოგესალმებით. ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დავით ტურაშვილი, სკოლაში როგორც ჭკვა. ხოდა ცირაში. აჩვენე ჩემი წინი ხო რა აწერი, რა მქვია როიცოდეს თეატრებში. დავითი არა აღმაშენებელი. მე მოგმართავ ხოლმე. აჩ ნახოს მაიცარი. კარგი, რაც შეეხება ფესტივალს. უკვე ტრადიციული სახე მიიღო ამ ფესტივალმა. პირველ რიგში მე უნდა ვთქვა, ძალიან დიდი მადლობა მე არ დავეკლები რუსთავიორს, იმიტომ რომ მესამე წელია ეს ფესტივალი იმართება და მესამე წელია აი აქ თქვენთან მოვდივარ და მოგარია პატარა ზომის მაისურები. ამჯერად ცენტრის სახელით ყველასთვის არის აი ასეთი მაისურები. პატარა ზომის მაისურები. შევპირდი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პატივცემულ დიმიტრი ობოლაძეს, რომ აუცილებლად სპეციალურად თქვენთვის და მე რასაც მეგონი პატარა იქნება დავამზადებთ აი ამ მაისურებს. ძალიან მოკლედ რომ თქვა. უკვე გამოაცხადეთ ხო მიღება განაცხადებს. ზეც სახელები ჩვენ დიმიტრი და დუკა. დუკა. ეს 13-ზე დავიღუპე. კი, ზუსტად დღეს დაიწყო აპლიკაციების მიღება. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რაც მინდა რომ თქვა, რომ რა შეიცვალა ამ 3 წლის განმავლობაში. 3 წლის, ანუ 2 წლის განმავლობაში როცა იმართებოდა, უპირველესად მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა კონსულტანტებს, მე არ ვუწოდებ მათ ჟიურის წევრებს, იმიტომ რომ ჟიურის ისინი აწერენ ქულებს, თქვათ, არ განასხვავებენ, ანუ რასაც ჟიური აკეთებს, ისინი უფრო ჩვენი კონსულტანტები არიან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ თემის სფეროში პროფესიონალის აზრს. ის რომ შეიძლება ორგანიზატორებისთვის რაღაც შეიძლება იყოს კარგი, ეს იმას არ ნიშნავს, იმიტომ რომ მე პროფესიული განათლება არ მაქვს და შესაბამისად ვთქვა, რომ აი ეს სფეროში კარგია, ეს ანუ ესკიზი კარგია, ეს მუსიკალური ნაწარმოები კარგია. სწორედ ამიტომ პირველ რიგში ჩვენ გვიწევენ კონსულტაციას ეს ადამიანები და კიდე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ კონსულტანტს, რომელიც ჩვენს გვერდით იყო, იმიტომ რომ ისინი ამ 2 წლის მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ გვეწყვნენ გვერდში და სრულიად უსასყიდლოდ წერდნენ აი ამ დიდ შრომას. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თუ კი ეს არის ახალგაზრდების რაღაც ნიჭის განვითარებაში მონაწილეობა, ალბათ ეს უსასყიდლო როლი მათთვისაც ძალიან გამართლებულია, ჩემი აზრით. თუმცა ერთხელ სამუდამოდ ეს მითიც უნდა დაინგრეს, იმიტომ რომ პროფესიონალებმა, რომლებიც ასე გვერდში გიდგნენ ბოლოს და ბოლოს სანაზღაურებაც უნდა მიიღონ. აბსოლუტურად ლოგიკურია. ერთი მეორეს ხელს არ უშლის. მე როგორც ვიცი, დაიწყო აპლიკაციების მიღება და პირველი აპლიკაცია, რომელიც შემოვიდა, იყო ლიტერატურა. კი ბატონო, 10 წუთის მანძილ, 10 წუთში მივიღეთ 2 მოთხრობა. შემიძლია სახელები და გვარებიც გავაჟღერო 17 წლის ანა ზაქრაძე და 18 წლის მაგდა საკიდაშვილი. გოგონები, რომლებმაც შემოიტანეს ასე რომ დათოს უკვე ექნება შესაძლებლობა გაეცნოს. უსასყიდლოდ და ჩამოთვლილი. ხეა ვინც დავშოთ ამ 2 წლის განმავლობაში არადევნებად თვალყურს ფან არტს, ასე ვთქვათ, არ იცის რა შემადგენლობით და რა სფეროებიდან ეძებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, იქნებ ჩამოვთვალოთ გარდა ამ 4 სფეროსა კიდე რა. ანუ ერთი რაც მინდა კიდევ ვთქვა, რომ ესეთი ფესტივალი, რომელიც ერთდროულად ერთი ფესტივალი აერთიანებს 10 დარგს, პრაქტიკულად არ არსებობს. ეს არის მხატვრობა გია გუგუშვილი, ჯაზი დათო ევგენიძე, ანუ კონსულტანტებთან ამიტომ ფოტოგრაფია გურამ წიბახაშვილი,
კინო ანიმაცია ბატონი მიხეილ კობახიძე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ასეთი სახელის და გვარის ადამიანი და სახელოვანი ადამიანი ჩვენს გვერდით არის და კლასიკურ მუსიკაში უნდა აღვნიშნო რომ მოლაპარაკება მიდის ვინც არის ამ ფესტივალის იდეის ავტორი ნიკოლოზ რაჭველი ამ ფესტივალის იდეის ავტორი და იქნებდა წელს ჩვენთან ერთად იყოს და სარეკლამო არჩი ვფიქრობ რომ ჩვენი კონსულტანტი იქნება ნიკა მაჩაიძე ასე რომ მოლაპარაკება მიდის მასთანაც რაც შეეხება დიზაინი გუგა აქ არის როკი და ალტერნატივა ნიკა და ლიტერატურა დათო აქ მათაც მოუსმენთ ბატონი როკი აქ ჯერ აქამდე არ ყოფილა ხო ჩართული ფარგლებში ფესტივალის ფარგლებში ხო ახალი არა ნიკა იყო პირველ წელს ჩვენთან ერთად და დათო იყო შაშა ნუ რა კი ორივე დაგვთანხმდათ მეორეჯერ მონაწილეობას ესე იგი კარგად ჩარიან აი მათ შეგიძლიათ უფრო მეტი ნიკა რას უნდა ელოდონ დავშეთ გუგა და ნინო როგორ ჩართულობ როგორ ესე ვთქვათ ნაკაც რა ტიპის კონსულტაციები შეიძლება გაუწიონ იქნებ რაღაცნაირად გაგვიზიაროთ წინა გამოცდილებები თქვენი ნიკა რა უბრალოდ ვეცნობი ხა მაგალითად მე პირველად რო ვიყავი რამოდენიმე MP3 დისკები მომაწოდეს ამ ბევრი სიმღერა იყო არც მახსოვს რამდენი იყო და უბრალოდ ვეცნობი და შევას ვაძლევ რომ აი მე მგონი ეს მიკარია ეს ავტორს აძლევთ ხო არა ავტორებთან არანაირი კავშირი არა ავტორებთან არ არის იმიტომ რომ ეს კონსულტანტები გვეჩვენ ვინ უნდა იყოს ფესტივალის მონაწილე იმიტომ რომ რაოდენობა როდესაც შემოსული ეს არის დიდი ჩვენ გქრით თითოეულ საფესტივალო დღე ეთნობა 5 შემსრულებელს ამიტომ ეს 5 ვინ უნდა იყოს და იმ 5-დან შემდეგ საუკეთესო ვინ შეიძლება დასახელდეს ხო აი ამაში რასაკვირველია ეს ადამიანები გვიწევენ უშუალოდ კონსულტაციებს და ამას გარდა ნიკა პირველ წელს იყო პრინციპში ჩვენთან და მაშინ არ ქონია ესე უშუალოდ მონაწილეებთან შეხვედრა და წელს ერთი სეგმენტი კიდე დავამატეთ როდესაც უშუალოდ ამა თუ იმ სფეროს დღე არის ეს კონსულტანტები თავიანთი თავისუფლებას აცნობენ ამ მონაწილეებს კი ბატონო აი ესეთი რამ ხდება იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეს მოლოდინი რომ ეს ადამიანები გაესაუბრებოდნენ და სხვათა შორის ეს ინიციატივა წამოვიდა თქვენთან შაშან თქვენ მოგვეცით ეს რჩევა კი ასე ვარიგებთ უსასყიდლო სრულიად ვარიგებთ მეგობრობის სასწრაფო ძალიან ბევრი ხო ახალგაზრდა ასე ვთქვათ ადამიანია, რომელსაც სურს მოღვაწეობა მოდის სფეროში, ვთქვათ, ჩაბაროს აკადემიას და პოპულარული გახდა ამ ბოლო დროს. თქვენ რას ეძებთ ამ მონაწილეებში, რას მოძებნით, როდესაც გაეცნობით, რომ იყოს რაღაცა ახალი, რაღაცა განსხვავებული, რა მიმართულებით ფიქრობთ, რომ შემოვა ეს იცით რა სწორედ ვილაპარაკეთ ჩვენ ყველაზე უფრო მომეწონა ის რომ ეს არჩევა არ გულისხმობს იმას რომ კიდევ თუ არის ხალხი უნდა იყოს ვინცაც უნდა რომ მოდის დიზაინერი გამოვიდეს ან რაღაც ჩარჩოს გარეშეა ყველაფერი ეს და პირიქით იქნება ზოგადად ადამიანი რომელიც რაღაც ამ მედიით უნდა აზროვნება და ამიტომ ეს შეიძლება სულებით არ გამოიძ მოდის დიზაინერი და ზოგადად კოსტუმით თქვა რაღაცა გააკეთოს ან პერფორმი ან ინსტალაცია ან დახალ ნებისმიერ რაც საინტერესო იქნება. ფასეულარი იდეა ხო თქვენთვის პრინციპში? ნუ როგორ გითხრათ, ძალიან ბევრი კომპონენტისგან შედგება, ხა ნამუშევარს ხა სეპარატიზება ვერ ვიტყვი რომ რა შემთხვევაში არის ფასეული, ყველა შემთხვევა რაღაც ინდივიდუალურია, მაგრამ თქვენ ხო ეს უნდა მოვიდეს რეალურად. თუ არც ესკიზსაც არ ელოდებით. არა, კი, ესკიზს ველოდებით. კი, ესკიზს ველოდებით, მაგრამ პრინციპში მაინც იდეაც უნდა იყოს, რომ აი თქვენ ამის განვითარება როგორ წარმოუდგენია. მარტო ესკიზი ძალიან ძნელი რაღაცა ხედვა რა. გუგა, შენი ასე ვთქვათ სეგმენტი ყველაზე უფრო მე მგონია ესეთი მრავალფეროვნო დიზაინი შეიძლება იყოს ყველაფრის დედამიწის ზურგზე, ხო? ხო, მეც ეგ ვიფიქრებდი რომ ძალიან ვიკითხე სწორედ მანამდე რაც მოიცავს. ხო. რაც რო იყოს კონკრეტული შეიძლება უფრო ადვილია, ნუ განათების დიზაინი რაღაცა უფრო გრაფიკული დიზაინი ამის ხო, ნუ აი სერვისაც რა უნდა ძალიან ძნელიც შეიძლება იყოს, ნუ არჩევა კი არა და გამოყოფა ალბათ. მაგრამ საინტერესო მაგრამ არ ვიცი, ამიტომ ეს ისე აბსოლუტურად რაღაცა ხო თავისუფლებაა, ნუ ვის ვინ რას გამოგზავნის არც კი ვიცი, ამიტომ რა იქნება საინტერესოა ერთი სხვა. მაგრამ აქაც იგივე მომენტია, რომ აქ შეიძლება კიდე დიზაინი
შესრულება ვთქვათ ვერ კონდეს ხო? იმიტომ რომ არის იდეა, დიზაინი, არის ესკიზი, მაგრამ მე შეიძლება სრულდება ძალიან რთულია, ხო? ამიტომ ეს იქნება იდეა თუ ეს იქნება უკვე შესრულებული ვიღაც რაღაც თუ ხო აი რა იქნება წარმოდგენა არა მაქვს, ამიტომ ნუ რა ვიცი. მგონი რაღაც კონსულტაცია უნდა იყოს მაინც რა პროცესია რა. ყველა ვარიანტი უნდა იყოს, რომ აი რაღაცა ვიცი რა, მე რა მგონია რომ მე როგორც მივხვდი ეს აპლიკაციები კეთდება ხალხი გზავნის თავის იმას და უკვე ისიდან ირჩევა რაღაც ხუთი ადამიანი. რომელსაც ეტაპობრივად გაწოდით მერე უკვე თქვა. შეიძლება უკვე ზა რაღაც და როგორი ასაკობრივი არ უნდა ჭირდება იქიდან უნდა გამოხრები ალბათ ძალიან ძნელია ხო რა ვიცი. ეს შეუძლია გამოაგზავნოს მონაწილეობის მიღება ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რომ აი ნინოსთან ერთადაც საუბრობდით არ არის მარტო სტუდენტები პროფესიული განხრით და ასე შემდეგ 15-დან 29 წლამდე ნებისმიერ მსურველს აი ამ ჩამოთვლილ დარგებში შეუძლიათ გამოაგზავნონ თავისი ნამუშევრები არის ძალიან მარტივი გზა Facebook გვერდი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის Facebook გვერდზე არის ცალკე ჩარტო რომელსაც აწერია ფანერტი იქ იშლება მთლიანი სააპლიკაციო ფორმა მითითებულია რომ უნდა ატვირთოს თავისი ნამუშევარი ეს არის MP3 თუ ნახატი თუ ასე შემდეგ და ესკიზი და ყველა ნამუშევარი და შემდეგ უკვე ამას ვისაც არ აქვს საშუალება ელექტრონულად ვისაც არ აქვს ელექტრონულად მოწოდების საშუალება ამ შემთხვევაში ვაჟა-ფშაველას 76-B ეს გახლავთ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მისამართი და შეუძლიათ რომ რა მოინტერესებს გასაგებია 29 არის აი ზუსტად აგები ვინაიდან ბავშვთა და ახალგაზრდობის ხელშეწყობით მაგთოვდება არა ჩვენი აზრით არა ეს არის დამტკიცებული გაეროს კონვენციის თანახმად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რომელსაც ეკუთვნის ჩვენი სამსახურის დაქვემდებარებაში ახალგაზრდობა მოიცავს 29 წლამდე ახალი სკანდალი გორდება და ჩვენ გადაკვეთა არ ქონოდა კულტურის სამინისტროსთან ესე მითხრება და მე ანუ ჩვენი მოწოლილი აზრები კულტურის სამინისტროს თქვა და რა თქვა რომ ჩვენ საქმეს აკეთებ ჩვენ მათ საქმეს აკეთებ ჩვენ საქმეს აკეთებ და ასე რომ მე რა ხოშტა რა ვიცი კონკურს 29-დან 59-მდე მარტო თქვა თბილისიდან შეუძლიათ მონაწილეობა თუ რა ყველა რეგიონს შეუძლია ჩაერთოს ჩვენ ამისთვის აფიშებსაც ვაგზავნით იქნება ასე ვთქვათ გარკვეული საპრეზენტაციო კლიპიც და კიდევ ადგილი სადაც უნდა ჩატარდეს ალბათ ესეც უნდა ვთქვათ ეს არის მაჩაპლის 13 არის მწერალთა სახლი რომელიც ამ 8 დღის განმავლობაში 24-დან 31-მდე იქნება აი დაეთმობა აი ამ საფესტივალო დღეებს და მე მაგიტო დამტოვეს რომ ეს გამოცხადება საინტერესო იყო რომელიც მქონდა მე და რა აი რაც აღმოვაჩინე რაც მომეწონა ეს ასეთი მხარდაჭერა აუცილებლად ჭირდება მიჭერ ადამიანს თუ ეს ახალგაზრდა იმიტომ როგორც წესი ჩვენს ქვეყანაში ხდება ხოლმე არ ვიცი როდის შეიძლება ამ ხრივ ჩვენი ქვეყანა რომ უნიჭორი უფრო მარტივად და ადვილად მიუკლევენ სოფლის გზებს და მიჭერებს უფრო უჭირთ იმიტომ რომ როგორც წესი ხო ის მიჭერი ხალხი ცოტა თავდაბალიც არის და პრობლემა ამიტომ ამათ უნდა დახმარება კი ეს კარგია ნამდვილად კარგი მე რა მთელი დღე გადავდეთ შენი საქმეელი და ძალიან მოკლედ ვიტყვი ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა ამას წინათ პატა ბორჭულაძის იუბილეისთან დაკავშირებით საღამოზე არასწორი ინფორმაცია მიეწოდა ხალხს და ძალიან ბევრმა საკმაოდ უარყოფითი კომენტარების დამეტოვეს და ძალიან ცუდიც იქ იყო ლანძღვაგინებაც მაგას თავი გავანებოთ არ იყო ეგრე მე პატა ბორჭულაძესთან არ მიჩხუბია და იმ ადამიანთან მე არ მიჩხუბია რასაც ქვია ადამიანი გამოვიდა ვიდექით იქვე გვაპირებდით გასვლას და ადამიანი შეგვიკითხა ჩვენ ლამაზებო როგორ ხართ მე სავდექი და ვუპასუხე რომ მეთქვათ სუდად არის ესე არის შეუღწევადი აბსოლუტურად ეს დარბაზი იქნება კიბე თუ მნიშვნელობა არ აქვს და ამაზე რასაც ქვია თვითონაც პატა შეწუხდა და თქვა გთხოვა რომ როგორმე იქნებ მოვაგვაროთო და ნუ ის პანდუსით თურმე ქონია და არ დაუდგამთ არ ვიცი რატო ორგანიზატორებს ეხლაც ვეტყვი რომ სირცხვილი თქვენი რომ იქ არა მარტო ისე ხალხი მოვიდოდა ამავე დროს ეტლის მოსარგებლებიც და ამის გამო მე ჯვარზე მაცვეს და
დიდი მადლობა კი ბატონო ამისათვის. არ ნერვიულობ, მაგრამ არა უშავს. მაშინ თუ არა გაქვს დრო, შემდეგაც გავუშვათ ვილაპარაკოთ თავარ ქართულ სისტემაზე. ისეთი რამის ორგანიზებას კი არ შეგვიძლია, როგორც არის კონცერტი მაგალითად. აუცილებლად ვისაუბროთ რა და სამართლიანო მთავრობას ამდენი დაცვა ხავს და ამდენი პრობლემას უქმნის. აი ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ანუ სერიოზული პრობლემაა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მწერალთა სახლი სწორედ ასეთ განეკუთვნება. სირთულეა იქ პანდუსების დამაგრება. ამიტომ მე და მერაბ დავიწყებთ ამაზე მუშაობას ჩვენ მოგეხსენება თანამშრომლობრივად, რომ დროებით მაინც გამოტარდეს ეს. დრო გარბის, ახალდის ჩვენ ხალხდაგუნდების კარგი. ახალდის